დილომშვიდობის საქართველოში 11 საათია და გაცემა დღის ნიუს რომ ებრუნდება პირდაპირ ეთერში მე ვარ ლელა ბაღდავაძე ქართულმა ოცნებამ BBC-ს სკანდალზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს მხარი არ დაუჭირა შესაბამისად გიორგი გახარიას პარტიის ინიციატივა ჩავარდა რატომ უნდა ხელისუფლებას 2024 წლის აქციების დაშლასთან დაკავშირებული თემა დახურულად გამოაცხადოს დღეს ამით დავიწყებთ თუმცა რა თქმა უნდა სასაუბრო სხვა ბევრი საკითხია მათ შორის აუცილებლად შევეხებით ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გუშინ გამართულ დებატებს დაგვაუდეთ გიგაფარულავა იქნება ჩვენი პირველი სტუმარი და ზუსტად ერთ წუთში გვერდება იქამდე კი თვალი გადავალოთ ბოლოს სიახლეებს სამართალდამცველებმა მარნეულში მიმდინარე წლის 23 ოქტომბრიდან ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ძებნილი 1998 წელს დაბადებული პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ შავრდებული მიმდინარე წლის 14 სექტემბერს მარნეულში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში ფიზიკურად გაუსწორდა თანხმლებ პირს, რომელსაც მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თბილისში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრის ახალი სივრცე გაიხსნა, რომელიც პეტრე ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიაზე მოეწყო. მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ერთ სივრცეში მიიღონ 50-მდე საპოლიციო მომსახურება. ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2025-ის გამარჯვებულები გამოვლიდნენ. რიგით მეხუთე აგროოლიმპიადის ფარგლებში სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლენილ 36 გამარჯვებულ ჯილდოები გადაეცათ და ჯილდოების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა აგრარული განათლების მნიშვნელობაზე, კვალიფიციური კადრების მხარდაჭერასა და აგრარული ოლიმპიადის როლზე. მაშასა ეს არის დღის ნიუს რომი კიდევ ერთხელ მოგესალმებით და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს პარტია გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი დეპუტატი გიგა ფარულავა იმყოფება ჩვენთან ერთად გამარჯობა ბატონ გიგა და მადლობა რომ გვესტუმრეთ მოგესალმებით მოგესალმებით მაყურებელს მადლობა თქვენ მოწვევისათვის ბატონ გიგა აი როგორც მოსაოდნელი იყო ქართულმა ოცნებამ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დაშლის საკითხის შესასწავლად დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას მხარი არ დაუჭირა შესაბამისად პარლამენტის გუშინდელ სხდომაზე თქვენი ფრაქციის წინადადება ჩავარდა. აი მოდით დავიწყოთ ამ თემით და ერთდროულად ორი კითხვა დავსვათ. აი რით იხსნით ქართული ოცნების მცდელობას თუ სურვილს BBC-ს სკანდალთან დაკავშირებული თემა როგორმე და რაც შეიძლება ასე ვთქვათ მალე დაიხუროს და მეორე მხრივ იხურება თუ არა თქვენთვის ეს საკითხი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის ჩავარდით. მოგეხსენებათ საზოგადოებისთვისაც რომ განმარტოთ ჩვენ პარლამენტში დავაინიციირეთ ჩვენმა პოლიტიკურმა ჯგუფმა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ფართომასშტაბიანი აქციების, მშვიდობიანი აქციების წინააღმდეგ ხელისუფლების მხრიდან, ძალოვანი უწყებების მხრიდან შესაძლო დანაშაულის გამოძიება, რომელიც ბუნებრივია ემყარებოდა ერთი მსხვილი BBC-ს სიუჟეტს, სადაც მითითებული იყო კონკრეტული ფაქტები, სიუჟეტები, ვიდეო მასალები იყო წარმოდგენილი, სადაც ვარაუდობდნენ, რომ იყო ქიმიური ნივთიერებები გამოყენებული მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ჩვენ ბუნებრივია, როდესაც დავაინიციირეთ დადგენილების პროექტი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, ეს საგამოძიებო კომისია ითვალისწინებდა ორ რამეს, რამ მიმართულებითაც უნდა ყოფილიყო უშუალოდ წარმართული უკვე საგამოძიებო კომისიის ფარგლებში გამოძიება. პირველი ეს ეხებოდა ქიმიური ნივთიერებების გამოყენებას, რა ტიპის ქიმიური ნივთიერებები იყო გამოყენებული და ვინ გასცა ეს კონკრეტული ბრძანება, დავალება ქიმიური ნივთიერებების გამოყენების და მეორე მხრივ შეეხებოდა ასევე მშვიდობიანი მანიფესტაციის დაშლის ბრძანების გაცემის ლეგიტიმურობას. რამდენად იყო მაშინ ეს კონკრეტული ბრძანება ლეგიტიმური და პროპორციული იმ კონკრეტულ შემთხვევაში. თუმცა ბატონ გიგა, აი ისევ ქართული ოცნების პოზიციამდე რომ მივიდეთ, ახლა მოსაოდნელი იყო ხო, რომ თქვენს ინიციატივას არ მოყვებოდა გაზიარება. შესაბამისად, აი როგორც პარლამენტის გუშინდელ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა ირმა ზავრადაშვილმა მოგმართად ხომ არ იყო თქვენი კორდე ბალეტი და ესეც მისი შეფასება გახარეული საზოგადოებისთვის დადგმული. ახლა მე არ ვიცი ვის გულისხმობს ქალბატონი დეპუტატი გახარეულ საზოგადოებაში, მაგრამ აი მოდით მე ამ მომრჩევლებთან მიმართებაში გკითხავთ. აი თქვენი ინიციატივა მართლაც ხომ არ იყო უბრალოდ, არ ვიცი, აი პოლიტიკური პიარსვა თქვენივე ამ მომრჩევლების გულის მოსაგებად და იმის საჩვენებლად, რომ აი უსაქმოდ კი არ ხართ პარლამენტში, არამედ საქმეს აკეთებთ.
არა ნამდვილად, მოდი კიდევ ერთხელ გამოვხმაურებ მაშინ ძალიან სამწუხაროა და ეს არის მათი დამოკიდებულება, როდესაც საზოგადოებას არც როგორ თქვი გახარიელ საზოგადოებად და რაღაც საზოგადოებად და ეს მიემართებოდა თქვენი ინიციატივა თავიანთ საზოგადოებად და სხვა საზოგადოებად რო ყოფენ ჩვენს მოქალაქეებს ეს არის ის ტრაგედია, რაშიც იმყოფება ოცნების დღევანდელი ხელისუფლება. გუშინ საზოგადოებამ ნათლად დაინახა პირველ შემთხვევაში მათი ცინიკური დამოკიდებულება ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და უკვე შემდგომ პროცესი რო შევიდა განხილვის შარჩოში მათი ისტერიკა და ის პანიკა, როდესაც მათ არანაირი არგუმენტები არ ჰქონდათ კონკრეტულ კითხვებთან და ფაქტებთან მიმართებაში. ეს იყო მათი ერთის მხრივ ცინიკური დამოკიდებულება, მეორე მხრივ ისტერიკა. ეს ისტერიკა მათ ჰქონდათ თავიდანვე, როდესაც BBC-ს სიუჟეტი გავრცელდა და ის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გააკეთეს ყოფილმა მოქმედმა მინისტრმა, შემდეგ პრემიერ-მინისტრმა და საპარლამენტო გუნდის სხვადასხვა წევრებმა. რაც შეეხება მიზანს, რა იყო ჩვენი მიზანიც ამ კონკრეტული ინიციატივის, ჩვენი მიზანი იყო საზოგადოებრივი ინტერესი. ალბათ დამეთანხმებით, როდესაც გავრცელდა ეს სიუჟეტი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ სიუჟეტის პარალელურად ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ურთიერთგამომრიცხავი, აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავი არგუმენტაცია იყო. ერთი ამბობდა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოყენებული იყო ქიმიური ნივთიერება, მეორე უარყო, მერე ყობახიძეს მოუწია ისევ აღიარება ამის, ამას დაემატა სუსის 4დღიანი თუ 5დღიანი გამოძიება, სადაც თავად ვეაღიარეს, რომ კონკრეტული ნივთიერებები იყო გამოყენებული და ნივთიერებები, რომლებიც ვანო მერაბიშვილის დროს და ახლა 17 წლის წინ შეძენილი ნივთიერებები გამოიყენეს მოქალაქეების მშვიდობიანი დემონსტრანტების დასაშლელად. შესაბამისად, ბუნებრივია საზოგადოებაში იყო ლეგიტიმური კითხვები, იყო ის აღშფოთება და საფრთხე იმისა, რომ მათ დღემდე არ აქვს კონკრეტული დაასრულეთ კი ბატონო და დღემდე არ აქვს. დღემდე არ აქვს ინფორმაცია, რა ტიპის ქიმიური ნივთიერებები იყო გამოყენებული და ამ კონკრეტულ ნივთიერებებს რა ხანგრძლივი ეფექტი აქვს თითოეულ ჩვენთაგანს ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეზე. იმიტომ რომ ქართული ოცნების კიდევ ერთი არგუმენტის შესახებ უნდა გითხრათ, რომელიც აქვს სწორედ მმართველ პარტიას, რატომ არ უნდა აყენებდეს გიორგი გახარიას პარტია. საკუთრივ თქვენი პარტია ასეთი ინიციატივას თქვენ იქით გაქვთ 20 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში კითხვებზე პასუხები გასაცემიო, ეს ბევრჯერ შეგახსენეს მათ შორის თუნდაც უშუალოდ გუშინდელ პლენარულ სხდომაზე. გრცხვენოდეთ, რომ საზოგადოების სახელით საუბრობთო, ესეც გითხრათ მაგალითად უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კერცხალიამ. რა პასუხი გაქვთ ქართული ოცნების დეპუტატების და არა მხოლოდ მათი, აი ზოგადად პოლიტიკური სპექტრის და საზოგადოების იმ ნაწილისადმი, ვინც ფიქრობს, რომ ერთადერთი, უბრალოდ ორი რამ, რასაც ახლა გიორგი გახარიას გუნდი უნდა აკეთებდეს, არის ბოდიშის მოხდა საზოგადოებისთვის და ამავე დროს იმ პირის დასახელება, ვინც ამ შემთხვევაში 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებისას ეგრეთ წოდებული დათვის, როგორ ეძახიან, რეზინის ტყვიები გამოიყენა. წინა კითხვაზე პასუხი ვერ დავასრულებ, ამით დავიწყებაში და ამით უნდა უცებნება რომ დავასრულებ. კი, მე რა ვიცი, საკმარისი დრო გაქვს რეალურად მთელი თემა უნდა დავთვალოთ. ტრიბუნიდან გავიცი პასუხი და ბოდიში დღეს საზოგადოებისთვის თუ ვინმე საქმე მოსახდელი, ეს არის თავად ოცნების გუნდი, ხელისუფლება, რომელიც დღეს საზოგადოებას უნდა უხდიდეს ბოდიშს პირველ რიგში ამ მთელი გასული 1 წლის მოვლენების ფაქტზე, 2024 წლის არჩევნების ფაქტზე, რომელიც მიიტაცეს და გააყალბეს და უმთავრესი 2024 წლის ამ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, როდესაც ვამბობთ, პირველ რიგში ისინი ბოდიშს უნდა უხდიდნენ იმ მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც აპროტესტებდნენ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის შეჩერებას, რომელზეც პირდაპირ ყობახიძე 28 ნოემბერს თავისივე განცხადებაში თვითონ ბრიფინგში განაცხადა, რომ ისინი აჩერებდნენ ქვეყნის ევროინტეგრაციას. ამას მოყვა მოქალაქეების ობიექტური აღშფოთება, მშვიდობიანი პროტესტი და ამ პროტესტის პარალელურად დაიწყეს ნადირობა მშვიდობიან მოქალაქეებზე. გვახსოვს ნიღბიანები, რომლებიც პირდაპირ ეთერში უსწორდებოდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს, ჟურნალისტებს მათ შორის პირდაპირ ეთერში და ამისი ბევრი ფაქტი არის და 1 წლის განმავლობაში ამ ადამიანებმა, რომელსაც დღეს სხვებთან აქვს პრეტენზია და თუნდაც ჩვენს გუნდთან აქვს პრეტენზია, 1 წლის განმავლობაში ვერ გამოიძიეს, არ გამოიძიეს უფრო სწორედ
და ვერ დადეს ერთი მტკიცებულება, ერთი ფაქტი და არ დაუჭერიათ არც ერთი მოძალადე, რომლებიც ძალადობდნენ ნიღბებში მშვიდობიან მოქალაქეებს და ჟურნალისტებს. და ეს ადამიანები ამბობენ იმას, რომ საზოგადოებას ნდობა უნდა ჰქონდეთ ამ საგამოძიებო უწყებების, რომელსაც 4 დღეში გამოიძიეს ესეთი რეზონანსული საქმე. მე დაუბრუნდები წინა კითხვას და ვიტყვი ასევე გუშინაც ჩვენ როდესაც ვსაუბრობდით და მთავარი მიზეზი რაც არის ამ საგამოძიებო კომისიის შექმნის, რა თქმა უნდა, არის ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე და პირდაპირ კანონში, კანონი პოლიციის შესახებ, რომელიც არეგულირებს სპეციალური საშუალებების გამოყენებას, ასე ვთქვათ, აქციებზე არეულობის მასების მართვის დროს არსად ამ კანონში მითითებული არ არის, რომ ხელისუფლებას, სპეცდანიშნულების რაზმებში, საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა უწყებებს აქვთ უფლება გამოიყენონ წყლის ჭაობში გარეული სხვადასხვა ტიპის ნივთიერებები. შესაბამისად, უკვე დარღვევა, ანუ კანონდარღვევა ფაქტის სახეზე არის. თავად აღიარეს, რომ კონკრეტული ნივთიერებები მათ წყალში გაურიეს და ისე მიმართეს მშვიდობიან დემონსტრანტებს და ბუნებრივია უკვე ისმის სხვა ლეგიტიმური კითხვები, რომელსაც მათ პასუხი არ აქვს და ისინი როდესაც უარი თქვეს ამ საგამოძიებო კომისიას და ის ისტერიკაც ჰქონდათ გუშინ და არა მარტო გუშინ მთელი ამ დღეების განმავლობაში, ეს მიანიშნებს მას, რომ მათ ეშინიათ ობიექტური გამოძიების და მოვლენებთან დაკავშირებითაც და ჩვენ 2019 წლის 20 ივნისის ეგრეთ წოდებული გავრილოვის ღამის თემაზე საუბარს ისევ გავაგრძელებთ იქამდე კი აი კვლავ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დაშლა და ამ საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ჩავარდნილი ინიციატივა. აი ქართული ოცნება რომ წამოყოლოდათ ინიციატივაში და მხარი დაიჭირა თქვენი წინადადებისთვის. მეორე მხრივ, აი როგორ ფიქრობთ, დადებდა ის საგამოძიებო კომისია ობიექტურ, ასე ვთქვათ, დასკვნას, სადაც წევრთა უმრავლესობა იქნებოდა ისევ ხელისუფლების წარმომადგენელი. ლეგიტიმურია თუ არა კითხვა, რომელსაც სვავენ მაგალითად ნაციონალურ მოძრაობაში და ამ შემთხვევაში ირაკლი ფავლენიშვილის განცხადება მსხვერპლობაში, რომელიც გუშინ იყო ჩვენი სტუმარი და ასეთი რამ თქვა, როგორ შეიძლება ქართულმა ოცნებამ საკუთარი დანაშაული გამოიწვიოს, როგორ შეიძლება საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვდე იმ პარლამენტში, სადაც ხედავთ რა კანონებს იღებენ ბოლო 1 წელია. ყველა მიცის, რომ ეს აბსოლუტურად უშედეგოა. ივანიშვილის საკუთარ დანაშაულს არ გამოიძიებს, ეს არის მოკლედ პოზიცია, რომელიც ფიქსირდება ნაციონალურ მოძრაობაში. რას უპასუხებთ ირაკლი ფავლენიშვილის სიტყვებითვე, რომ გკითხოთ? აი შეიძლება დამნაშავემ და შესაძლო ბრალდებულმა გამოიძიოს საკუთარი დანაშაული. ივანიშვილი და მისი უწყებები და შესაძლო დამნაშავე რო ვერ გამოიძიებდა ამ მნიშვნელოვან და რეზონანსულ საქმეს, სადაც შესაძლო თანამდებობის პირები არიან ჩართული ამ ძიმე დანაშაულში. ამის ისევ იმ კითხვამდე მივდივართ, რატომ? რა საჭირო იყო? გამომდინარე აქედან დავაინიციეთ საგამოძიებო კომისიის შექმნა პარლამენტში. საგამოძიებო კომისიის შექმნას გათვალისწინებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე პარლამენტის რეგლამენტით. პარლამენტის რეგლამენტი განსაზღვრავს საგამოძიებო კომისიის კვოტირებას, რა კვოტით უნდა იყოს წარმოდგენილი როგორც ოპოზიცია, ასევე სახელმწიფო გუნდის წარმომადგენლები. და უმთავრესი რაც აქვს საგამოძიებო კომისია არის ღია პირდაპირ ეთერით, სადაც მოქალაქეებს თავად შეუძლიათ მოისმინონ იმ კონკრეტულ მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები, რაც აწუხებს დღეს ჩვენს მოქალაქეებს და არა ისე ფარულად და ყოველგვარი გამჭვირვალობის გარეშე, როგორც ეს სუსმა ან სხვა უწყებებმა შეიძლება ჩაატარონ და გამოიძიონ ეს კონკრეტული საკითხი. შესაბამისად, ჩვენ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული საპარლამენტო ბერკეტი, მოვითხოვეთ ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა და ვინაიდან და რადგანაც ამ კომისიას ჰქონდა იმის ლეგიტიმაციაც და შესაძლებლობაც, რომ დამდგარიყო ობიექტური ჭეშმარიტება, გამომდინარე აქედან შეეშინდა სწორედ ოცნებას და არ მისცა ამ კომისიის შექმნას ხმა. ეს იყო ის შედეგი, რაც ვიხილეთ, ხო? ფაქტია, ოცნება გაურბის ამ კითხვებს, იმ ობიექტურ გამოძიებას, დადგინდეს ჭეშმარიტება, ვინ მიიღო გადაწყვეტილება ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ. ეს იყო იმის შედეგი, რომ მათ უარი თქვეს საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, ჰქონდათ ის ისტერიკა, რაც ჰქონდათ გუშინ და წავიდნენ წინააღმდეგ ამ კომისიის შექმნაზე. BBC-ის დეზინფორმაციის გავრცელებაში და არა მარტო საქართველოს ინტერესების მიზანმიმართულად და დაზიანებაში ადანაშაულებს თქვენ ეს იცით და იცით რომ რაღაცა სარჩელსაც ამზადებს სახელმწიფო ძალა და მოდით ერთ კითხვას აი ამ სარჩელის კონტექსტშიც დაგისვავთ, იმიტომ რომ აი ბევრი ფიქრობს რომ ქართული ოცნება ასე ვთქვათ მხოლოდ იმუქრება და რეალურად სარჩელი არც შევა დიდი ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში. აი თქვენ თუ ფიქრობთ ასე და რატომ შეიძლება ქართული
ქართულმა ოცნებამ BBC-ს წინააღმდეგ ჩივილზე რეალურად უარი თქვას. დავაუდოთ, არ ვიცი, ახლა ოცნებას ჩვევია ხოლმე ერთს ამბობს, მეორეს აკეთებს, შესაბამისად საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს მათი უფლება უჩვიულებენ თუ არ უჩვიულებენ. ფაქტი სახეზე არის, როდესაც მსგავსი ტიპის ინფორმაცია არის, ამაზე მაღალი ლეგიტიმაციის და სანდოობის მქონე გამოძიება უნდა ჩატარდეს. და დადგება დრო აუცილებლად ამ კონკრეტულ ფაქტზე ობიექტური მიუკერძობელი გარემოება ჩატარდება, მათ შორის ძალიან მალე შეიძლება ამ მიმართულებით საერთაშორისო საგამოძიებო მოქმედებებიც დაიწყოს. თქვენ ნახეთ ალბათ გუშინ ევროპარლამენტში დებატებშიც აქტიურად იყო ამ კონკრეტული თემის განხილვა, შესაბამისად ეს უკვე გაცდა შიდა პოლიტიკურ ჩარჩოებს და საერთაშორისო ასე ვთქვათ განხილვის საგანი არის ეს ევროპარლამენტარების განცხადებები როგორც წესი და ამასაც ჩვენებს დრო რომელიც გავიდა ვერ ცდება ოცნებას შეუძლია ბუნებრივია გაასაჩივროს, მაგრამ ფაქტია ეს იმდენად მნიშვნელოვანი და რეზონანსული საქმეა აუცილებლად ამ კონკრეტულ საქმეზე იქნება ობიექტური, მეუკერძობელი გარემოება და დამერწმუნეთ პასუხისმგებელი პირები ნამდვილად ვერ გაიქცევა ეს სამართლის პასუხისმგებლობა. მინდა რომ დაუბრუნდეთ ისევ 2019 წლის 20 ივნისის საქმეს და ერთი-ორი კითხვა მაინც დავსვათ, მით უფრო რომ გასულ კვირას გამოაცხადა ხო ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ, ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ გაწყვეტილება სახელმწიფომ დავაწააგო 26 პირთან, რომელთა შორისაც არის მაკო გომური და არიან მათ შორის ჟურნალისტები. ხა იუსტიციის სამინისტრო კი იძახის, რომ ევროპული მუხლის კონკრეტული მუხლების დარღვევა დადგინდა, იმიტომ რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ვერ უზრუნველყო პროპორციული ძალის გამოყენება დემონსტრანტების წინააღმდეგ, თუმცა მოდით დავანებოთ თავი ქართულ ოცნებაში და მათ შორის იუსტიციის სამინისტროში გაკეთებულ განცხადებებს და ვისაუბროთ იმ შეფასებებზე, რაც ოცნების მიღმა კეთდება. ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაშიც იქნება ეს ოპოზიციური სპექტრი, არასამთავრობო სექტორი თუ ექსპერტთა წრეები, ვისმენთ განცხადებებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გაწყვეტილება ეს არის განაჩენი მთლიანად ქართული ოცნებისთვისაც და მათ შორის უშუალოდ გიორგი გახარიასთვის. არის თუ არა ეს ასე? არის თუ არა ეს გაწყვეტილება ქართულ ოცნებასთან ერთად საკუთრივ გიორგი გახარიასთვის გამოტანილი განაჩენით? ბუნებრივია არა. მოდი განმარტავ რატომ. საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის მიერ. დაახლოებით იგივე შინაარსის გადაწყვეტილება იყო, რასაც ჩვენი გუნდი წლები არის საუბრობს. გამოიკვეთა სამი მნიშვნელოვანი კომპონენტი ამ გადაწყვეტილებაში. პირველი შეეხებოდა მანიფესტაციას, ასე ვთქვათ, აქციას და შტურმს სახელმწიფო ინსტიტუტზე, სადაც სტრასბურგის სასამართლომ პირდაპირ მიუთითა, რომ იყო შტურმი სახელმწიფო ინსტიტუტზე და შესაბამისად სახელმწიფო უწყებებს ჰქონდათ მოგერიების აუცილებლობა და შესაძლებლობა. მეორე რაც გამოიკვეთა, ეს იყო არაპროპორციული ძალის გამოყენება 4 კონკრეტულ შემთხვევაში და ეს არაპროპორციული ძალის გამოყენება გამოიხატა რეზინის ტყვეების გამოყენებაში. ასევე სტრასბურგის სასამართლოს 179 პუნქტს თუ გადავხედავთ, თუ წავიკითხავთ, პირდაპირ წერია, სადაც სტრასბურგის სასამართლო აღიარებს, რომ მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს და მის მოადგილეებს, ანუ გახარიას და მის მოადგილეებს, რეზინის ტყვეების გამოყენების ბრძანება არ გაუწიათ. აქვე მინდა აღვნიშნო პარალელი მოვიყვანო, თქვენ მოგეხსენებათ 20 ივნისის საქმეზე პროკურატურას ბრალი წარდგენილი აქვს გიორგი გახარიას მიმართ. თავად ბრალის დადგენილებაშიც კი დღეს ოცნების ხელისუფლებას პროკურატურას ბრალის დადგენილებაშიც კი უწერია, რომ გიორგი გახარიამ მას შემდეგ, ანუ რეზინის ტყვეების გამოყენება როდესაც დაიწყო, მხოლოდ ამის შემდეგ შეიტყო გიორგი გახარიამ ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად ჩნდება კითხვა, რომელსაც ჩვენ ბუნებრივია ამ შემთხვევაში ობიექტური და მეუკერძობელი გარემოების ფარგლებში, გამოძიების ფარგლებში უნდა გაეცეს პასუხი, ვინ გასცა, ვინ იყო ის ადამიანი, ვისაც ჰქონდა შესაძლებლობა გაეცა კონკრეტულ ადამიანებზე ბრძანება გამოიყენებინათ რეზინის ტყვეები. ბატონო გიგა, ხო, აი თქვენ ამბობთ, რომ არიცით ვინ გასცა რეზინის ტყვეების გამოყენების ბრძანება და მეტიც იმედოვნებთ ამ შემთხვევაში გიორგი შარაშიძის განცხადება მაქვს ხედულობაში, რომ ამ კითხვას პასუხი გაეცემა მაშინ, როდესაც პასუხები გაეცემა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დაშლასთან დაკავშირებულ კითხვებს. აი რა გაძლევთ საფუძველს იყოთ დარწმუნებული, რომ არ
არ ვიცი 5 თუ 6 წლიანი ინტერვალით მომხდარა ამ ორ მოვლენას შორის შესაძლოა იყოს რაღაც კავშირი და ამ მოვლენას შეიძლება კონდეს საერთო ხელწერა. ეხლა 5 და 6 წელი ეს ის პერიოდი და დროა, როდესაც თანამდებობის პირები ბევრჯერ გამოიცვალნენ, ხო? შესაბამისად, იქნებ უფრო კონკრეტულად თქვათ, რაზე მიანიშნებთ და რა მინიშნებას აძლევთ საზოგადოებას. კიდევ ერთხელ ვიტყვით, როგორც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, ასევე 2019 წლის 20 ივნისთან დაკავშირებით, ორივე შემთხვევაში ეს ეხება ასე ვთქვათ მოქალაქეებს, ასე ვთქვათ აქციების მართვის წესს შესაბამისად ჩვენ ვთქვით და კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ყოფილიყო ეს კონკრეტული საგამოძიებო კომისია, რომელიც შეძლებდა ობიექტური და მეუკერძოებელი გამოძიების ჩატარებას, არ გამოურიცხავთ, შედეგი დამდგარიყო ისე, რომ როგორც 20 ივნისის საქმეზე, ასევე ამ კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში გამოკვეთილიყო ერთ და იმავე დამკვეთი, ერთ და იმავე შემსრულებელი ამ მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ არაპროპორციულ ქმედებაში. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვიტყვით, ჩვენ არ გვჩვევია არც მანამდე ვიყავით სიტუაციაში, რომ რაღაც სატელევიზიო ეთერებისთვის რაღაც ჭორაობის და ვარაუდების ფორმატით გვემსჯელა კონკრეტულად ვინ შეიძლება იყოს ეს პიროვნება, მაგრამ დამერწმუნეთ 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით ოცნების პროკურატურას ძიება დაწყებული აქვს, ასე ვთქვათ, პოლიტიკური დევნა, შეიძლება ითქვას და ამაზე სხვადასხვის გუშინ ევროპარლამენტის დებატების ფარგლებში პირდაპირ ითქვა დეპუტატებისგან ევროპარლამენტის, რომ გიორგი გახარიას როგორც ოპოზიციურ ლიდერს ემუქრება 3 წლიანი პატიმრობა და ეს არის პოლიტიკური დევნა. კიდევ რაც შეეხება უშუალოდ გიორგი გახარიას, ახლა ბევრი კომენტარი მოვისმენთ სტრასბურგის სასამართლოს გაწყვეტილებაზე უშუალოდ თქვენს პარტიაში, მაგრამ არც ერთი სიტყვა თავად გიორგი გახარიას მხრიდან. აი, რა არის ამის მიზეზი, ესეც რომ გითხრათ, რატომ არ აქვს დღეს გახარიას, რომელიც აი მოვლენების 20 ივნისის მოვლენების ერთ-ერთი მთავარი პირი იყო, სათქმელი არაფერი ქართული საზოგადოებისთვის, დაშავებული ადამიანებისთვის, ვინც სახელმწიფოს დავა მოუგო. არ ვიცი, ახსენით ამ საკითხზე გახარიას სიჩუმე და გითხარით, რას ნიშნავს მისი დუმილი. რაც შეეხება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის თემასთან და მის გამოძიების ეტაპებთან დაკავშირებით ჰქონდა გიორგის გუშინ განცხადება გახარიას. რაც შეეხება 20 ივნისს, ამაზე კიდევ ერთხელ განმეორდები და ვიტყვი, უკვე პროცესი მიმდინარეობს შესაბამისად დაცვის ხარესთან ერთად, ეს იქნება როგორც იქნება ეს სასამართლო პროცესის ნაწილი თუ იქნება თავის სატელევიზიო ეთერი ან სხვა ნაწილში, უნებრივია მას ექნება შესაბამისი პასუხები და გიორგი გახარია არასდროს კონკრეტულ კითხვებს არ დამალუია, მათ შორის საგამოძიებო კომისიაზეც არაერთხელ იყო გამოცხადებული, შესაბამისად გიორგი გახარიას ნამდვილად არ აქვს იმის პრობლემა კონკრეტულ კითხვებს გასცეს პასუხი. აი ჩვენი ბოლო სტუმრობის დროსაც ვისაუბრეთ იმაზე, რატომ აღარ ისმის ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე გიორგი გახარიას შეფასება. მე კითხეთ ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ გახარია შეიძლება პოლიტიკიდან წავიდეს, რაზეც თქვენი პასუხი იყო, რომ ვერ გაახარებთ მოწინააღმდეგეებს გახარიას პოლიტიკიდან წასვლით. აი დღესაც რომ იგივე კითხვა დაგისვათ, იგივე იქნება თქვენი პასუხი, იმიტომ რომ აი ნახეთ აქამდე გვიკვირდა ის გიორგი გახარია მხოლოდ ინგლისურ ენაზე რატომ წერდა ასე ვთქვათ პოსტებს და რატომ იყო მისი განცხადებები გათვლილი არა ვთქვათ ქართულ საზოგადოებაზე, არამედ უცხოურ აუდიტორიაზე, მაგრამ ახლა აღარც ინგლისურ ენაზე ასე ვთქვათ პოსტავს და აღარც ინგლისურენოვანი პოსტები გვხვდება სოციალურ ქსელში. შესაბამისად, არის თუ არა ეს პოლიტიკიდან წასვლა და თუ კი არ არის, მაშინ ახსენით, რატომ უნდა მივცეთ ხმა ვთქვათ იმ ოპოზიციონერ ლიდერს, რომელიც არც კი გველაპარაკება. დავერწმუნეთ, ნამდვილად არ არის ასე. გიორგი გახარია დღეს აქტიურად არის ჩართული ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან იმ მნიშვნელოვან თემებზე და გამოწვევებზე, რაც შეეხება საქართველოს და აქტიური კომუნიკაცია აქვს ჩვენს პარტნიორ ქვეყნების წარმომადგენლებთან. შესაბამისად, რატომ უნდა მივცეთ ხმა? ეს უკვე აურჩეველის გადასაწყვეტია, აურჩეველი ნათლად გაარჩევს. აურჩეველი ნათლად გაარჩევს თეთრ და შავს ქართულ პოლიტიკაში, დარწმუნებული ვარ და ხმის მიცემის გადაწყვეტილებას წინასაარჩევნოდ
დარწმუნებული ვარ, ქართველიერი მიიღებს ოდესმე ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეობას. მადლობა ბატონ გიგა იმისთვის რომ მოხვედით და უპასუხეთ ჩვენს კითხვებს. დღეს დაგემშვიდობებით გიგა ფარულავა, პარტია გახარეს საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის წევრი იყო ჩვენი სტუმარი. ახლა რეკლამის შემდეგ მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე საუბარს კიდევ ერთ სტუმართან ერთად განვაგრძობთ, ასე რომ დაგვაკლდით. მაშასე რეკლამა დასრულებულია, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და გვერდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ვანო წერეთელია ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონო ვანო და მოგესალმებით. ბატონო, მოდით დავიწყოთ დებატებით, რომელიც გუშინ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე კიდევ ერთხელ გაიმართლა, გაკეთდა არაერთი კრიტიკული განცხადება ქართული ოცნების ხელისუფლების მისამართით. ბიძინა ივანიშვილს რიგმა ევროპარლამენტარმა უწოდა რუსი ჯაშუში, ისე როგორც დაისვა სანქციების, რაც შეიძლება სწრაფად შემოღების ესე ვთქვათ მოთხოვნა და აღინიშნა ისიც რომ უშუალოდ BBC-ს მიერ გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციას უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება და ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება. ის სწორედ საერთაშორისო გამოძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა ასევე რიგმა ევროპარლამენტარმა. მაგალითად ცნობილი რასა იუკნევიჩიანი ვახსენოთ, რომელიც ყველაზე მეტად არ უყვართ ქართულ ოცნებაში, ფაქტი რომ საქართველოს მთავრობას დამოუკიდებელი გამოძიების ეშინია, იმას აჩვენებს, რომ მათ სიმართლისა და დასჯის ეშინიათ. ეს აჩვენებს, რომ BBC-ს მიერ გამოვლენილი ფაქტები დიდი ალბათობით სიმართლე ეს იყო სწორედ რასა იუკნევიჩიანეს განცხადება. აი, კითხვა, რომელსაც ევროპარლამენტში გამართული დებატებისას ვსვავთ ხოლმე. რას ცვლის ქართული ოცნებისთვის იმ ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან კრიტიკა, რომელთა შეხედულებებიც ჩვენს ხელისუფლებაში არ აინტერესებს და რა პოლიტიკური ფასი აქვს ამ ტიპის დებატებს? დიდი მადლობა, მიესალმებით ტელემაყურებელს. საკმაოდ საინტერესო შეხვედრა ნახეთ გუშინ და პრინციპში რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მკაფიო ხდება. ბიძინა ივანიშვილის ლეგიტიმაცია უბრალოდ ნულის ქვედა ნიშნულსაც არ ვიცი რა უნდა დავარქვათ, რა უსასრულობაშია წასული. ჩვენ ვიცით რომ ერთადერთი რასაც ბიძინა ივანიშვილი ეძებს, ეს არის ლეგიტიმაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. გუშინდელი შეხვედრა აჩვენებს, გუშინდელი ეს ევროკავშირის ამბები აჩვენებს, რომ ვერასდროს ბიძინა ივანიშვილი ვერ დაალაგდება და ვერ გამოივაჭრებს ყველაზე სწორი სიტყვა, როდესაც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ვსაუბრობთ, არის გამოვაჭრება. ვერასდროს გამოივაჭრებს ლეგიტიმაციას, თუნდაც იმ პირობებით, რა პირობებითაც ის ევროპას თავაზობს, რომ აღიარონ როგორც ავტოკრატი, ოღონდაც ავტოკრატი, რომელსაც დაწესებული აქვს ძალაუფლება საქართველოზე. ამის ნათელი დადასტურება, ეს გამოვაჭრების მცდელობის ნათელი დადასტურება, მაგალითად მაკა ბოჭორიშვილის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი უკრაინასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ სწორედ აი ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ეს ამბავიც, იმის ფონზე, რაც აი ევროკავშირში და საქართველოში მიდის საუბარი ქიმიური იარაღის გამოყენებაზე საკუთარ ხალხთან, რაც სცილდება ხო ერთი ქვეყანაში ჩადენილ დანაშაულს და ეს არ არის ერთი კონკრეტული ჯგუფის, ერთი კონკრეტული ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაული, ამან ხაგამდე უნდა მიაღწიოს და საბოლოო ჯამში დადგინდეს ის, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა კაცობრიობის წინაშე ჩაიდინა დანაშაული და ეს არის ძალიან მძიმე. ამის დასტური რომ მათ რაღაც გაფუჭებული აქვს, მოდი ასე დავარქვათ და ნამდვილად არსებობს ასე ვთქვათ იმის 100%-იანი ალბათობა რომ რაღაც გაურიეს, არის ის რომ დასაწყისში ისინი იქადნებოდნენ რომ აუცილებლად პასუხს აქებინებდნენ BBC-ს. რატომ გააჩერეს ეს პროცესი? რატომ აღარ უჩივიან BBC-ს, რომელმაც უნდა დაადგინოს აი ამ სასამართლომ უნდა დაადგინოს სიმართლე, რომელსაც ამტკიცებს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი. იმიტომ რომ მათ ეშინიათ იმ საბუთების ამოწევის, რომელიც ამ ჩივილის საფუძველზე უნდა შემდგომი ნაბიჯი გახდეს, ხო? თუ კი ისინი უჩივლებენ BBC-ს, მაშინ პროცესი უნდა დაიწყოს და მათ მოუწევთ აქ დაკითხვებზე სიარული, იმ საბუთების ამოწევა, რომელზედაც ხელი აქვთ მოწერილი და საბოლოო ჯამში ყველაფერი ნათელი გახდება. ეს არის ძალიან მძიმე დარტყმა ბიძინა ივანიშვილისთვის, მისი რეჟიმისთვის, რომელიც ისედაც უცხემოთ ლეგიტიმაციას ატარებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ამიტომ აი ამ პროცესებში ცდილობს რომ რაღაცნაირად გამოივაჭროს, მაგრამ გუშინდელმა შეხვედრამ ქართულ ხალხს დაანახა ერთი რამ. ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ჩვენ ცივილიზებულობა არ გვეკუთვნა
ხმის და ვერ მივაღწევთ ვერაინ განვითარებულ თქვით რომ ვერასოდეს გამოივაჭრებს ქართული ოცნება პარტნიორებთან ლეგიტიმაციას, მაგრამ ეხლა ფაქტია რომ მხარდამჭერებიც აღმოაჩნდა გუშინ საქართველოს სახელმწიფო ძალას ევროპარლამენტში და მოდით ამაზეც ვისაუბროთ. აი მაგალითად სლოვაკეთის წარმომადგენელმა იქით გააკრიტიკა ევროკავშირი რუსეთთან ბედნიერად ვაჭრობის გამო, ისე როგორც კიდევ ერთმა ევროპარლამენტარმა თქვა რომ და ეს არის საფრანგეთის წარმომადგენელი ტიერი მარიანი საქართველოს მთავრობის დამხობაზე ოცნებობთ, ასე მიმართა მან ევროკავშირს, მათ არასწორად მოქმედებაში სდებთ ბრალს, როცა ისინი ცდილობენ კონსტიტუციური წესრიგით დაიცვან და წინააღმდეგობა გაუწიონ დესტაბილიზაციის მცდელობს. ეხლა სლოვაკეთის წარმომადგენლის განცხადება და პოზიცია შეიძლება არ იყოს გასაკვირი, მაგრამ აი გაკვირვებას იწვევს საფრანგეთის წარმომადგენლის ეს პოზიცია. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნება, ასე ვთქვათ, ახერხებს ევროპულ სტრუქტურებში მათი მხარდამჭერი ქვეყნების თუ არა ამ ქვეყნების კონკრეტული წარმომადგენლების რიცხვის ნელ-ნელა, მაგრამ მაინც გაზრდას. ხო, არა, რა თქმა უნდა, ცდილობს ამას გულისხმობს ზუსტად გამოვაჭრების მცდელობა. ბიძინა ივანიშვილის საკუთარი ხერხები აქვს იმის, რომ მიაღწიოს, მან არ იცის დემოკრატიული თამაშის წესები. ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირის დემოკრატია და იარსებებს რამდენიმე აზრი მათ შორის ამ საკითხებთან დაკავშირებითაც საქართველოში რაც ხდება და რაც ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, ეს ადამიანები რეალურად როდესაც საუბრობენ ბიძინა ივანიშვილის სიმართლეზე, ცდილობენ გაამართლონ საკუთარი ნარატივები, არა მხოლოდ საქართველოსთან დაკავშირებით, არამედ რასაც ისინი ფიქრობენ და ცდილობენ რომ დააწესონ ზოგადად ევროკავშირის საქმეებში, ხო? აქ ჩახედვა უნდა რა კატეგორიის ადამიანებთან გვაქვს საქმე და თქვენ მკაფიოდ გაუსვით ხაზი იმას, რომელი ქვეყნის წარმომადგენელი რა საუბრობს. არის რა თქმა უნდა გამონაკლისები, რომელიც ამით ცდილობენ საკუთარი, რა ვიცი, პიარის გაკეთებას და იმ ნარატივების პიარის გაკეთებას, რომელსაც ისინი არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში ლაპარაკობენ და ფიქრობენ, არამედ ზოგადად როგორ უყურებენ ევროსკეპტიკოსებს გულისხმობ ამ შემთხვევაში. ამიტომ კიდევ ერთხელ მე ვერ ვიტყვი რომ აქ რაღაც იზრდება, არსად ამას ზრდის სახე არ აქვს. ესენი არიან ერთეული ადამიანები, რომლებსაც აქვს საკუთარი მიზნები ისაუბრონ ისე როგორც საუბრობენ. ჩვენ ნახულობთ და ვხედავთ ერთ რამეს, რომ საბოლოოდ გადაწყვეტილებებში, რომელსაც ევროკავშირი და სხვადასხვა დემოკრატიული ინსტიტუციები იღებენ, იქ ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებულია არა ქართველ მმართველად, არა საქართველოს ხელისუფლებად, არამედ ქართული ოცნების ხელისუფლად და რუსეთის ჯაშუშად. ეს არის მთავარი აქ და ის აღიარებულია არა მხოლოდ ქართველი ხალხის მტრად, რომელმაც გამოიყენა ქიმიური იარაღი ქართველი ხალხის წინააღმდეგ და რეალურად გაანადგურა საქართველოში დემოკრატიული თამაშის წესები, არამედ ზოგადად კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის. ბატონო, რაც შეეხება იმ კონვენციას, რომელთაც უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისია დაფუძნდა და რაც თქვენ ახსენეთ მაკაბოჭორიშვილი, რომელმაც ჰააგაში შესაბამის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და შეუერთდით იმ პოლიტიკოსების მოსაზრებას, ვინც ფიქრობს, რომ აი ეს თემაც პარტნიორებთან ვაჭრობას უკავშირდება. მინდა ვკითხოთ იმაზე, რა პასუხი უნდა გაეცეს ქართულ ოცნებას, თუ კი მართლაც დასავლეთ პარტნიორებთან პოლიტიკურ ვაჭრობას აქვს მისი მხრიდან ადგილი და არა მხოლოდ თქვა ლეგიტიმაციის გამოვაჭრებაზე მინდა ვისაუბროთ, არამედ რა უნდა იყოს ქართული ოცნებისადმი პასუხი, თუ კი ის ასე ვთქვათ პატიმრების თემით ვაჭრობას მოინდომებს და დაიწყებს. ეხლა არ ვიცი რა პოზიცია აქვს თვითონ აქციების დაკავებულ მონაწილეებს თუ სხვა პოლიტიკოსებს, მაგრამ ძალიან პრინციპული და კატეგორიულია, მაგალითად თქვენი კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც ციხიდან გამოგზავნილ წერილში ამბობს, რომ პოლიტიკური პატიმრები არ უნდა იყვნენ სავაჭრო ერთეულები, არანაირი ვაჭრობა პატიმრებით არ იქნება, როგორც პოლიტიკოსი და როგორც პოლიტიკური პატიმარიც სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი მძევლებით ვაჭრობა და ოცნების რუსული რეჟიმის ამით გამოძრომა არ მოხდება, სანამ ჩვენ ვიბრძვით, არავინ დაელაპარაკება ბიძინას მის მიერ მოგონილი პირობებითო ამბობს ხოშტარია. უნდა შედგეს თუ არა პატიმრების საკითხზე ბიძინა ივანიშვილსა თუ ზოგადად ქართულ ოცნებასთან მოლაპარაკებები, თქვენი კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას პოზიციას იზიარებთ თუ უფრო სწორი მაინც ის შეხედულება და ის ადამიანები არიან, ვინც ფიქრობენ, რომ დაპატიმრებული მომიტინგეებიც და დაკავებული პოლიტიკოსებიც, თუნდაც ეს იყოს პოლიტიკური ვაჭრობის გზა, გარეთ უნდა გამოვიდნენ.
ახეთ პირველი რაც უნდა ვთქვათ, ელენეს ეს წერილი შეიძლება გავავრცელოთ, შეიძლება კიდე ცალსახად ვრცელდება ყველა იმ პოლიტპატიმარზე, რომელიც ახლა ციხეშია და არ ყველა გულისხმობს. პატიმრის პოზიციას გაახატავს და ამას ადასტურებენ თავად არა მხოლოდ პოლიტიკოსები, რომელიც ციხეში სხედან ახლა, არამედ ის ადამიანები, რომელთაც პოლიტიკურ პარტიებთან არანაირი აფილიაცია არ აქვს და ისინი ქუჩაში საკუთარ სამშობლოს იცავენ. ყველას ერთი რამ აქვს ძალიან კარგად გააზრებული, რომ ბიძინა ივანიშვილთან ვაჭრობა არ შეიძლება. ბიძინა ივანიშვილმა თუ არ დაასრულა ხელისუფლება და ძალაუფლება საქართველოში, მათ რომ გამოუშვას, აი მარტივად ავხსნათ რა, ერთს გამოუშვებს დაიჭერს 10-ს. თუ კი შენ ტერორისტს მიცემ იმის უფლებას, რომ ივაჭროს შენთან პატიმრების სახელით, მაშინ ის აუცილებლად გააგრძელებს ამ ფორმას. და ერთის გამოშვების სანაცვლოდ ის აუცილებლად დააპატიმრებს სხვებს. ამიტომ ეს არ არის სწორი ფორმა. არავინ აპირებს საკუთარი თავისუფლების ხარჯზე ივაჭროს ქვეყნის და სამშობლოს მომავლით. არ მინდა რომ ეს იყოს რაღაც პათეტიკური სიტყვები, ეს ძალიან კარგად ჩანს არა მარტო იმ სიტყვებში, რომელსაც არამხოლოდ ჩვენი პოლიტიკური ლიდერები გზავნიან ციხიდან წერილების სახით, არამედ ჩვეულებრივი რიგითი ადამიანები, რომლებიც ციხეში ცხედან, მათი ნამოქმედარიდან. ჩვენ ჯერჯერობით არ ყავს პატიმარი, რომელმაც ითანამშრომლობა რეჟიმთან. იმიტომ რომ მათ ძალიან კარგად აქვთ გაცნობიერებული დღიდან საქართველოში დაწყებული პროტესტებისა, თუ რისთვის იბრძვიან და ყველამ ძალიან კარგად იცის არა მხოლოდ საქართველოს აწყვა, არამედ საქართველოს წარსულიც, რომ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა ხშირ შემთხვევაში გადის ციხეზე. ეს არის ძალიან რთული დამეთანხმებით რომ ციხეში ყოფნა არ არის მარტივი. ეს რომ მარტივი იყოს, მაშინ ეს არ იქნებოდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აკრძალვა, ხო, საერთოდ ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი. მაგრამ ჩვენ ვერცერთ პატიმარს ვერ დაასახელებთ, რომელსაც რაიმე ნაბიჯი გადადგა მაინც იმისათვის, რომ აი ეს გამოეწვია, რომ რაღაცა ივაჭრო. პირიქით, ყველანი არის პრინციპულები. თქვენი კოალიციის დაასრულეთ და კითხეთ. ხო, დღეს მდგომარეობით თქვენი კოალიციის 4 ლიდერი ციხეშია, თუმცა ხვალ გარეთ გამოდის ზურაბ ჯაფარიძე, თქვენი კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც 7 თვიანი პატიმრობის შემდეგ არაკანონიერი პატიმრობით აუცილებლად უნდა. ხო, აი კი ბატონო, ვისაუბრეთ მოით ახლა ზურა ჯაფარიძეზე და კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ის რის გამოც აღმოჩნდა არა მხოლოდ ზურა, არამედ კიდევ რამდენიმე პოლიტიკოსი საპატიმროში, ისე როგორც მინდა აქვე კიდევ ერთი კითხვა დაგისვათ. აი რა ჩანს ბატონო, ამდენ თვიანი გადმოსახედიდან 7-8 თვე გავიდა, ხო? ქართულ ოცნებასთან არ თანამშრომლობა და ქართული ოცნების მიერ პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის ხდომაზე არ მისვლა. დღესაც ფიქრობთ, რომ იყო სწორი გაწყვეტილება, თუ ეს მაინც იყო გარკვეულწილად, გარკვეულ დონეზე დაშვებული შეცდომა, რის გამოც, არ ვიცი, ამ რამდენიმე თვეში ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი შეიძლება ითქვას, რომ კიდევ უფრო მოკვდა. კი, დიდი მადლობა კითხვისთვის. სწორი ფორმით დასმული კითხვაა და ძალიან მიადვილდება ამაზე საუბარი. არა, პირველი პასუხი და მოდით შევშალოთ რას გულისხმობ ამარაში. ეს იყო ყველაზე სწორი ნაბიჯი, რაც ჩვენ გადავდგით და რაც იყო ერთ-ერთი ნაწილი იმ პრინციპული დამოკიდებულებისა, რომელიც ჩვენ 2024 წლის არჩევნების შემდგომ დავგეგმეთ, ასე ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის. ნახეთ, ბიძინა ივანიშვილმა შექმნა კონტექსტი. 2024 წლის არჩევნები მოიპარა, ხოლო 28 ნოემბერს განაცხადა, რომ ცვლის კურსს დასავლეთის მიმართულებით და გეზ იღებს სრულიად გაურკვეველი მიმართულებით, თვითონ ამას ამბობენ, თუმცა არსებობს გარკვეული ძალიან, რომ ისინი მიდიან რუსეთისკენ. ეს არის მოცემულობა, რომლის ფარგლებშიც, ეს არის დიდი კონტექსტი, რომლის ფარგლებშიც ყველა სხვა დანარჩენ ნაბიჯებს დგამს. ახლა რა გავაკეთეთ ჩვენ აი ამ პრინციპული დამოკიდებულებებით, რომელიც ბოდიში ამ გამოთქმაზე, მაგრამ დაჯდა ჩვენი პოლიტიკური ლიდერების 7-8 თვიანი და ნიკა მელიას შემთხვევაში უფრო მეტხნიანი პატიმრობა. ნახეთ, ჩვენ შევცვალეთ აი ეს კონტექსტი. არ დავანებეთ და არ მივეცით საშუალება, რომ მხოლოდ საკუთარი თამაშის წესები შემოგთავაზოს ბიძინა ივანიშვილმა. ჩვენ მივედით იქამდე, რომ მოვიპოვეთ ყველაზე დიდი გამარჯვება. ახლა ბიძინა ივანიშვილი არ არის აღიარებული და ლეგიტიმური მმართველი არც საქართველოში და არც ქვეყნის მიღმა. არც ერთი არათუ ცივილიზებული დემოკრატიულობასთან დაკავშირებული არც ერთი ქვეყანა მას არ აღიარებს ხელისუფლად. არც ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომლის
დიდი იმედიც ჰქონდათ, რომ ხელისუფლების ცვლილების და ტრამპის მოსვლის შემდეგ დაალაგებდნენ მასთან რაღაცას და ამ ტერმინებით სწორედ ასე იმიტომ მოიხსენიება. მათი საერთაშორისო ურთიერთობები არ არსებობს რაღაცა კონკრეტული საკითხები, სახელები ქვია ხო ამას, მაგრამ ჩვენ აქვს საუბრობთ, როცა არალეგიტიმურ მაფია სახელმწიფოს წარმომადგენლებზე, მაშინ აი ამ სლენგით უნდა ვილაპარაკოთ. გამოვაჭრება, დაალაგება და ასე შემდეგ. ვერ დაალაგდა ვერც ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ახლა უკვე ვილაპარაკეთ რა ურთიერთობებშია ის ევროპასთან დაკავშირებით. აი ეს მოცემულობა შექმნა სწორედ აი ამ პრინციპულმა დამოკიდებულებამ, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ არც ერთ რაც შეეხება პოლიტიკის სიკვდილს. კი, გასაგებია, რომ იმ გაგებით პოლიტიკა საქართველოში მოკვდა, რაც გულისხმობს ინსტიტუციების მუშაობას, ოპოზიციის არსებობას, პარლამენტის გამართვა, იმიტომაც იყო არასწორი გახარიას ქმედება და მათი ყოფნა პარლამენტში, იმიტომ რომ ერთადერთს, რასაც ისინი ახლა აკეთებენ მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ აძლევენ უფლებას ბიძინა ივანიშვილს ითამაშოს დემოკრატიულობანა და დასავლეთ საჩვენოს, რომ იქ რაღაც ტაბლოზე ეწერება ამდენი მომხრე და ამდენი მოწინააღმდეგე. ადოვანი, აი ამ პოლიტიკის სიკვდილს რაც შეეხება, უნდა ველოდოთ ზურაბ ჯაფარიძის გამოსვლის შემდეგ პოლიტიკური პროცესების ცოტა მაინც გამოცოცხლებას. თვითონ ახლა ბატონ ზურაბ აქტიური პოლიტიკოსია, თუმცა მან გუშინ სხვა შორის ასე მიმართა ყველას, ვისაც ოპოზიციური ძალების მიმართ აქვს პრეტენზია, თუ ფიქრობთ, რომ სხვა რაღაც არის გასაკეთებელი, მოიფიქრეთ, ერთი თავი გაქვთ თქვენც და ერთი თავი გვაქვს ჩვენც პოლიტიკოსებს. მე პოლიტიკოსი არ ვარ, არგუმენტი არ არისო, აცხადეს ზურაბ ჯაფარიძე. აი დაეთანხმებოდით, რომ საჭირო არა მხოლოდ პოლიტიკოსების, არამედ ნებისმიერი მოქალაქის აქტიურობა რა სტატუსიც არ უნდა გქონდეს და მეორე მხრივ უშუალოდ ზურაბ ჯაფარიძის გარეთ ყოფნით რა შეიძლება შეიცვალოს, აი უშუალოდ თქვენი კოალიციისთვის უკვე ხვალიდან. მე ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ ჩვენი კოალიციისთვის, არამედ მთლიანად იმ ეროვნული მოძრაობისთვის, მოდი ასე ვუწოდოთ, ჩვენ უნდა გავიაზროთ ერთი რამ, მეგობრებო, და ამიტომაც ამბობს ჯაფარა ამას, რასაც ახლა წერს, რომ ის რაც ახლა საქართველოში ხდება, ეს არის ეროვნული მოძრაობა და ჩვენ ვიბრძვით საქართველოს დამოუკიდებლობის გადასარჩენად. თუ კი აი დაუშვათ ასე, რომ ბიძინა ივანიშვილი შეინარჩუნებს ხელისუფლებას, ეს ნიშნავს, რომ საქართველო გახდება რუსეთის ნაწილი. რატომ? იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარ თავსაც კი არ განიხილავს დამოუკიდებელი სახელმწიფოს მმართველად. ეს რეჟიმი არის რუსეთის გაგრძელება და იმ პუტინის იმ დანაპირების ასრულებაში ხელშეწყობა, რომ ის აღადგენს საბჭოთა კავშირს და ამის ნაწილი ვიქნებით ჩვენ და სხვათა შორის ეს ძალიან კარგად იმიჯურად ძალიან კარგად გამოჩნდა აშხაბადში ჩვენი ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრის ყოფნით, რომელიც ეულად დგას. არავინ მას არ ელაპარაკება. არავის არ უნდა არადამოუკიდებელი, არასუვერენული სახელმწიფოსთან კონტაქტები. რატომ? იმიტომ რომ არ აქვს აზრი. თუ შენ გადაწყვეტილებებს ვერ იღებ და გადაწყვეტილებები მიიღება კრემლში, მაშინ ელაპარაკოს უნდა ის კრემლს და რატომ უნდა გელაპარაკოს შენ? აზიური სახელმწიფოებისთვის რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თავად ეს ადამიანები არ განიხილავენ საკუთარ დამოუკიდებელი სახელმწიფოს ნაწილად. მათი ყოფნა დამყარებულია მთლიანად პუტინის ძალაუფლებაზე. ახლა რაც შეეხება ჯაფარას, აი ამ ნათქვამს, ჯაფარა გააცოცხლებს, რა თქმა უნდა და ახალ ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ჯერ ერთი მოდი იქიდან დავიწყოთ, რომ ჯაფარას ძალიან კარგი ბოდიში ძალიან კარგი ურთიერთობები აქვს საერთაშორისო მასშტაბით, როგორც ამერიკაში, ისე ევროპის ნებისმიერი მიმართულებით. თითქოს სხვა პოლიტიკოსებიც აქტიურობენ, ოპოზიციონერი ლიდერები, ანუ უფრო ქვეყნის შიგნით არის თითქოს პრობლემა და გასააქტიურებელი. ასევე ქვეყნის შიგნითაც, დიახ, ჯაფარას სიმპათიები შეიძლება ნახეთ რა უცნაური ამბავია, ჩვენ ხო ვცხოვრობთ რუსთაველის ცხოვრები და იმ ადამიანები, ვინც აქტიურად არიან ჩართულები, ღიად საუბრობენ იმაზე, რომ მაგალითად ჩვენი კოალიციისთვის შეიძლება ვიღაცა სხვა არ მოუწია, მაგრამ სიმპათიები ამ ადამიანების მიმართ, როგორც გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერების მიმართ აქვთ. ჯაფარა მათ შორის ერთ-ერთი მათგანია, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ ადამიანთან საუბარი, მათ შორის ოპონენტთანაც და იმ ადამიანებთანაც კი, ვისაც ჩვენთვის სხვა არ მოუწია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ რაღაცა ლიდერის ფუნქციას ოპოზიციურ ველს. მე ვფიქრობ, ყველა მიცის, რომ დღიდან ამ პროტესტებისა დღე და ღამით არის და ის განიხილავს საკუთარ თავსაც ასე განიხილავს და ეს არის ძალიან გულწრფელი ტექსტი, რომელიც ზურაბ ჯაფარიძემ ილაპარაკა, მას შეუძლია აი რაღაცნაირად შემკვრელი ადამიანის ფუნქცია ახლა იმუშაოს აი ამან ზურაბ ჯაფარიძის ამ პირადმა სიმპათიებმა ადამიანების მხრიდან. მადლობა ბატონო, იმისთვის დავით დრო და გვესტუმრეთ, გვეწვიეთ. დღეს დაგემშვიდობებით, ანუ წერტელი იყო ჩვენი სტუმარი, ახლა უბრალოდ რეკლამა დღის ნიუსრუმი ამით დასრულებულია, თუმცა დღეს ხუთშაბათია, ამიტომ მხოლოდ დროებით დაგემშვიდობებით, იქიდან გამომდინარე, რომ საღამოს 9:30-ზე უკვე თავისუფალ სტუდიაში შევხვდებით ერთმანეთს, ასე რომ დროებით.